ქართველები ალკოჰოლისადმი გულგრილები რომ არა ვართ, არ ახალია, ძველია, მაგრამ დღემდე გვიჭირს ბახუსთან, ანუ ეგრეთ წოდებულ ახმელიასთან გამკლავება. მამაკაცების უმრავლესობა მასთან საბრძოლველად უფრო მჟავე პროდუქტს იყენებს. ზოგიერთი ნამცვარს ან ყავას არჩევს. მაესტრომ ამასაც მოუძებნა გამოსავალი, ტელერეცეპტი გთავაზობთ. წვეულებაზე თუ ზედმეტის სმა მოგიწიათ და მეორე დილას თავს შეუძლოთ გრძნობთ, პირველი. ცივ ანადუღარ ერთ ჭიქა წყალში გახსენით 5 წვეთი ნიშადური სპირტი და დალიეთ. ეს მიქსტურა სწრაფად აფხიზლებს. მეორე. დილით თავს უკეთ იგრძნობთ თუ უზმოზე ერთ ჭიქა თბილ რძეს დალებთ. მესამე. თავის ტკივილს მოგიხსნით ერთ ჭიქა ანადუღარ წყალში გახსნილი 20 წვეთი პიტნის სპირტიანი ნაყენი. მეოთხე. თუ თქვენი მეგობარი ან მეუღლე ძლიერ ნასვამია, ორივე ხელის გული ყურებზე მიადეთ და მოუჭირეთ. ხოლო ძალიან არ მოგივიდეთ, მეუღლეს შეიძლება ეგონოს რამეს უმალავთ. ასევე დაუსრისეთ ყურის ბიბილოები, ეს ცოტათი გამოაფხიზლებს. როგორც ფსიქოექსპერტებმა დაასკვნეს, ნაბახუსების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება ხიზილალა ყოფილა. ნათქვამია, მადა ჭამაში მოდისო. და თუ ბევრ თქვენგან სამზარეულოში ხიზილალა არ აღმოაჩნდა, მაესტრო კიდევ უფრო შედეგიან რეცეპტს შემოგთავაზებთ ნაბახუსების დასამარცხებლად. უბრალოდ არ დალიოთ ზედმეტი.